თავი მე-11. როცა დაამთავრა იესომ თავისი 12 მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად. ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა, რომ ეთქვათ მისთვის, შენ ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთო. იესომ უთხრა მათ პასუხად: წადით, მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ. ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ხატაკებს ეხარებათ. ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში. როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე. რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? აბა რისთვის გახვედით? რბილი ტანსაცმლით შემოსილი კაცის სანახავად? რბილი ტანსაცმლით შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. აბა რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც. ვინაიდან ეს ის არის, ვიზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება, ხოლო ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. თუ მიღება გსურთ, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს. მაგრამ ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და მოუხმობენ თავიანთ ამხანაგებს და ეუბნებიან: სალამურს გიკრავდით და არც ეკვავდით, ვგოდებდით და არ იგლოვეთ. ვინაიდან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს და ამბობენ: აჰა კაცი, რომელსაც უყვარს ჭამა და ღვინისმა, მებაჟეთა და ცოდულთა მეგობარი და მისი სიბრძნე საქმევითაა გამართლებული. მაშინ მან იწყო იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალთაქმედებანი, იმის გამო რომ არ მოინანიეს. ვაი შენ ქორაზინო და ვაი შენ ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ. შენ კი კაპერნაუმო, განაცამდე ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე მოაღწევდა. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ. მაშინ თქვა იესომ: გადიდებ შენ მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს. ჰეი მამაო, ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება-სურვილი. ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს გარდა მამისა, არც მამას იცნობს ვინმე გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს განუცხადოს. მოდით ჩემთან ყოველნო მაშვალნო და ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი მსუბუქი.